ტკივილი როგორც ასეთი პირდაპირ სიმპტომი ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებისა არ არის. თუმცა სხვა მოვლენები, როგორიც არის გამონადენი, სიწითლე, კანის გასქელება, ეს რაღაც სიმპტომატიკა არის, რომელიც მიუთითებს იქ პრობლემის არსებობაზე. ამიტომ პირველი რჩევა და პირველი რეკომენდაცია, რომ გამოხატული ცვლილება, სიმპტომი უყურადღებოთ არ დატო. 50-დან 70 წლის ასაკის ქალბატონებში არის პიკი დაავადების. ჩვენთან სკრინინგი გადმოწეული 40 წლის ასაკიდან ევროპის ქვეყნებში 50 წლიდან იწყება ეს ყველაფერი, ძალიან დიდი შეღავათია, ამიტომ გამოიყენოთ ეს საშუალება იმისათვის, რომ წელიწადში ერთხელ, შეიძლება 2 წელიწადში ერთხელ დაგჭირდეთ მისვლა და ამ გამოკვლევის ჩატარება და როდესაც გამოვლინდება რაიმე პრობლემა არ გვინდა სირაქლემის პოზიციაში ყოფნა. ხო, აღიაროთ ეს თემა. აუცილებლად უნდა ვაღიაროთ ეს თემა, რომ თქვენ ეს მოგივიდათ, ეს პრობლემა არის, თუმცა ადეკვატური მიხედვა ამის და ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა გარანტირებულად გაძლევს საშუალებას, რომ ბედნიერად გააგრძელოთ ცხოვრება. და ბედნიერად გააგრძელოთ ცხოვრება.